ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. რა მოხდა? საკონდიტრო უკვე დაკეტილი იყო, როცა ნატა მხეიძეს ნოშრე ხაბაზმა დაურეკა და სამსახურში მისვლას თხოვა. რატომ? თილისთვის რაღაც დოკუმენტები ჭირდებოდა. როცა ადგილზე მოვიდა, ხაბაზის მანქანა შეამჩნია. როგორც კი შემოვიდა, ვიღაცამ ხელები შეუკრა. თვალები აუხვია და იარაღი დაადო. თვალები რატო აუხვია? მე არ ვიცით. ცოცხალი იყო? იმ დროისთვის სავარაუდოდ ცოცხალი იყო. მოკლედ, კონკრეტულად რა მოხდა? ამას მხეიძესთან გასაუბრების შემდეგ გავარკვევთ. რაღაც საინტერესოს მივაგენით. უკვე აღარ მეპარება ეჭვი, რომ მკვლელობების სერია შურისძიება. ოღონდ წინა შემთხვევებთან განსხვავებით, ამჯერად არაფერი შეშლიათ. შურისძიების ობიექტი მინიმუმ 2 ადამიანია. თორნიკე ნამგალაძე და ნოშრე ხაბაზი. და წარწერა რატო გააკეთეს? ამას მარტო ერთი ახსნა აქვს. ხაბაზი აქ მოკლეს. აი მოგვიანებით ამ დანადგარში ჩააღუდეს. არ მგონია ეს ერთი კაცის გაკეთებული იყოს. ადამიანს თუ შურისძიება ამოძრავებს, ერთს კი არა, 10 კაცს მოკლავს. გეთანხმები. სუდია რო ჯერ ვერ დავადგინეთ ვინ დგას ამ სახელის უკან. საქმეს ესეთი პერიოდი ჩანს, მგონია მის დადგენა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება. რატო არ თქვი ვინ დაგირეკა? არც ავთვალე საჭიროდ. მეგონა პირადი ხასიათის შეხვედრა იქნება. მოიცა მოწმეებთან შეხვედრა, როდის მერე გახდა პირადი ხასიათის. რო დაგირეკა რა გითხრა? ითხრა შენი დახმარება მჭირდება და თუ გცალია იქნებ მოხვიდეო. როგორ ჩანს მაინც და მაინც ვერ დაეხმარა. მე რომ მოვედი ხაბაზე უკვე მგარი იყო და ნატან გაგოჭირდა. მე რაც მოხდა თქვენც იცით. მაინც და მაინც შენ რატო დაგირეკა? აქ რომ მოსვლა გარე ღია დახვედრია. ხაბაზის მანქანა ღია იყო. ურეკავდა ის არ პასუხობდა. შეეშინდა და დამირეკა. კიდე რა გითხრა? არ დაწმუნებული ხარ? უფრო მეც ალბათ დაკითხვაზე იყოს. მაგას მე თვითონ დავკითხა. თქვენს გარდა ვინ იცოდა რომ ხაბაზი საკონდიტროში მოსვლას აპირებდა? მე არავისთვის მithქვამს. ისე ნოშრესგან ვიცოდი რომ ნამგალაძესთან აპირებდა შეხვედრას. შეიძლება იმისთვის ეთქვა რამე. ამ ყველზე რა შეგეძლია თქვათ? ანუ თვალი ხომ არ მოგიგრავთ ან ხმით ხომ არ გეცნოთ? არ დამინახავს. ხმაც არ მეცნო, არა. ნოშრემ შეხვედრა რატომ გთხოვოთ?
თანაც ესე დროს. დოკუმენტები სჭირდებოდა, რომლებიც მე მქონდა. აკაკის რა თქმა დაურეკეთ. ადგილზე რომ მივედი, კარი ღია დამხვდა. ნოშრის მანქანაც მიგდებული, შემეშინდა. და თქვენს კოლეგასთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ტელეფონის ნომერიც მქონდა და დაურეკე. შემდეგ რა მოხდა? როგორც კი შევედი, გულმა იარაღი დამადო. ხელები შემიკრა. თვალები ამიხვია და იქვე მიმაგდო. მე ვერაფერს ხედავდი. მარტო ხმებით ხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. აბაგვანთან როგორ აღმოჩნდით? როგორც კი მივხვდი, რომ მკვლელი წავიდა, ეცადა ნოშრისკენ გავხოხებულიყავი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ვის შეეძლო ამის გაკეთება? არ ვიცი. ხაბას რამე სირთულეები ხომ არ ქონია ან ბიზნესში, ან პირად ცხოვრებაში. იქნება ინტერებოდა ვინმე. ვიცი, რომ ვალები ქონდა. სხვა არაფერი მახსენდება. ხომ არ გითქვამს? არაფერი. მითხარით რაშია საქმე? რა შეძებ ჩემ კლიენტს ბრალს და საერთოდ რა ხდება ამიხსენით? ჯერ ერთი გამარჯობა. ამით დავიწყოთ. თქვენს კლიენტს მისივე მეგობრის მკვლელობასთან დაკავშირებით გვინდა გავესაუბროთ. რა შეძებთ ბრალს? ჯერჯერობით არაფერში. უბრალოდ რამდენიმე შეკითხვა გვინდა დავუსვათ. შეიძლება? კითხეთ. ოღონდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კლიენტი უდანაშაულოა. თან ის ისეთი კარგი ოჯახი შვილია. შეიძლება ვკითხო. მაგოთ. დღეს საღამოს 10-დან 11 საათამდე სად იყავით? სახლში. ვის შეუძლეს დაადასტუროს? არავის. მარტო ვიყავი. მარტო რომ იყო ის იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. თან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბოლოს როდის ნახეთ ნოშრევან ხაბაზი? 4 დღის წინ. და დღეს უნდა შეხვედრდეთ. დაფიქრდი სანამ უპასუხებ. კი დღეს. რასთან დაკავშირებით უნდა შეხვედრდეთ დღეს? ნოშრევანი ჩემი მეგობარია და ხშირად ხვდები ხოლმე. ტელეფონით ბოლოს როდის ესაუბრეთ? დღეს ჯერ კიდევ ნოშრევანი სვეტასთან იყო წავკიში. სვეტა ვინ არის? სვეტა ნოშრევანის მეგობარია. მის ამართი დაწერეთ. თორნიკე არ ხარ ვალდებული. მაინც გაიგები. სხვადასხვის დაგვიმალეთ, რომ თქვენ და ხაბაზი მარტო მეგობრები კი არა, კლასელებიც იყავით. ისიც არ გითქვამთ, რომ ხაბას თქვენი ვალი ქონდა. არ არის ვალდებული. არც ვავალდებულებთ. თქვენ არ გიკითხავთ, ნოშრევანი ჩემი კლასელი იყო თუ არა. და საერთოდ რატომ უნდა მომეკლა გამაგებინეთ. მისი საკონდიტორდან გამოგზავნილ ნამცხვარში ხელყუმბარაიდო. სიკვდილის შემთხვევით გადაურჩით. ასე რომ ადვილი შესაძლებელია შური გეძიათ მასზე. მე ვაპროტესტებ. ეს ვარაუდია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. დიახ, ეს ვარაუდია. ჯერჯერობით ვარაუდია. გამოძიების დამთავრებამდე თქვენი კლიენტი ქალაქიდან ვერ გავა. ღმერთო ჩემო, ეს რა ძალადობაა? ადამიანს იქნებ დედა უკვდება. უკეთრავად საცხოვრობს დედამისი. ვაკეში. აი ვაკეში შეუძლია გავიდეს. ხაბაზის მკვლელობაში რამდენად არის დამნაშავე არ ვიცი. მაგრამ ნამგალაძე არც მაგის მკვლელობაში მონაწილეობაა გამორიცხული. ბოლო-ბოლო ალიbi არ აქვს. ახლა სულდიალები ბრალეულობას არ ამტკიცებს. დანას ხო ნახე ვინ აყავს ადვოკატად. აბა წესიერი ადამიანია ტლაშაძე საიყვანს. ვიცი, ეგ ტლაშაძე ვითომ ვერ მიცნა მაგის. ისე თუ ხაბაზი ნამგალაძე მოკლა. მაშინ კედელზე იგივე წარწერა რატო დახვდა? იქნებ ნამგალაძე მიხვდა ყველაფერს და წარწერა თვითონ დატოვა კვალის არავის მიზნით. ვიცი. არა მგონია. კარგი, მაშინ წავედით სახლში. კაი. ანუ სამინისტროში. არა, სახლში, საკუთარ სახლში. კეფაზე ბლაგვის საგნით მიყენებული ჭრილობის კვალია. ისე მოკლულია სკინის სიმით.
კისრის ძარღვებით გადაჭრილია. კვლელმა ეთყობა ძალიან მოინდომა. და მაგ ლითონის სიმს შეეძლო რამე კვალი დაეტოვებინა მკვლელის ხელებზე. კი. შეეძლო გადაეჭრა კიდეც, გააჩნია როგორ იყო მომზადებული. აი თუ ხელთათმანები ეცვა, მაშინ კვალს დატოვებდა. რატო რაღაცაზე იყო ეს სიმი დახოვული? მაშინ არანაირი კვალი არ დარჩებოდა. ხო, მართლა ერთ პატარა სამხილს მივაკვლიე ჩემი აზრით. რა სამხილს? რა და მარჯვენა ხელზე ოქროს ბეჭედი ეკეთა. ზედ სისხლის კვალი იყო დარჩენილი. ეთყობა მკვლელს იგერიებდა და შემთხვევით სახის არეში აარტყა ხელი. ესე იგი შეიძლება ბეჭედზე აღმოჩენილი სისხლი მკვლელს ეკუთვნოდეს. და აუცილებლად სახის არეში სადმე ნაიარევიც უნდა კონდეს. ესე სისხლის ნიმუში განავაგზავნე ლაბორატორიაში. პასუხს დავალებთ არა? შეგებია. ძალიან კარგი. ეს უნდა იყოს. გონი ზარის ხმა არ ესმით. რატომ მე? Sveta! Kalbatono Sveta! დაცვის პოლიცია იცავს. ეს სულელი ვარ, ვერ დავიდა. უნდა გადავურეკო ახლა თუ? პოლიციიდან ვარ, დეტექტივები ვართ, აი. საქმეს ვიძიებთ, გასაუბრება გვინდა და სახლის მეპატრონესთან. დაუშვთი იარაღი. სიგნალი შემოვიდა. სახლს დაცვის პოლიციის სამსახური იცავს. ოპერატიულობაც ამას მიაძმებო. ვერაფერს ვიტყვი. როგორ ხარ? კარგად, თავად ხომ შედავით? რა მოხდა? კენჭი ვესროლე პანჯარას, ვიფიქრე სახლის პატრონს გავაგებინებ მეთქი. არ მეგონათ თუ ასეთი აჟიოტაჟი პატრონს მამათი. ზაფხულობით განსაკუთრებით ვთხილობთ ხოლმე. ამ სახლის პატრონის სვეტა ონოფრიენკოს ნახვა გვინდოდა. ხო და სამწუხაროდ გუშინ გაფრინდა საზღვარგარეთ. აჰა. გასაგებია. გასაგებია. ჩვენ მაინც გადავამოწმებთ. ყოველი შემთხვევით. კარგი, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში რა უკაცრავად ძმებო. ძალიან ოპერატიულად მოშავთ, მაგრები ხარ. ენაცვალე. უკაცრავად. დასიზავთ, თანდათან უფრო წინ მივდივართ. ძალიანაც კარგი. წავედით, წავედით. Sveta, Sveta. Ты конец света. И цвета. სათხარ. არქივში ვართ. ვცდილობთ ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიოთ, რაც შეიძლება ამ საქმესთან იყოს კავშირში.
წონადი თუ არა მე მგონი კი. აი. დამეღალა თვალები. არ შეიძლება რამდენი ქაღალდის კითხო. გამაჩერებს და თავიდან რომ შემოვედი მეც ეგრე ვთქვი რა, მაგრამ უკვე მერვე წელია აქ ვარ. ოდა ცოტა ხანი მეც მომიწევს. რა ხდება, გაიჭიდნენ? რავი, მაგა დედაც ვატირე, ვერაფერი ვერ გავიგე. ეგ საწოდავი ნოშრე, ნო. გახსოვს რომ მეუნებოდა. გადააგდე ნუ ეთამაშები, გადააგდე ნუ ეთამაშები. იმად გარდა პოლიციას დამდევს. გაიჭიდნენ? რა ომე? გარჩ პატარა პრიჩინა უნდა და ეგრევე ამაგდებენ. ხოდა აქ იყავი რა, სანამ რამე გაესდება. ვის უნდა მოეკო? აუ, რავი მაგათეთ. იფიქრე რა. დამატებით უცვართ? შენს უგამოსირდიტო. რა ჩვენ ხალხი ყავს გამწარებული. კიდე კაი ხანს გავქაჩეთ ბიჭო. ძლივს ერთი სულიერი არ ნახე ოფისში. ფეხძიმეთ რომ არ ვიყო, მეც ვერ ნახავდი. გაცრავად. თამაში ჯვარის ხანაში. ხო, ვიფიქრე რადგან საქმეში მეტსახელი ფიბი ფიგურირებს, შეიძლება ის ადამიანი, ვისაც შურს იძიებენ, ქალია. შურის მაძიებელი კი ძმა. რატომაც არა. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა დანაშაულები ხდებოდა და იხსნებოდა მოხდენილად და გემოვნებით. შენი აზრით ლიტერატურა არაფერ შუაშია? თუ მე არ მithქვამს. უკეთ არ ხარ? კი. ისეთ შეშინებული აღარ ვარ. უნდა დამოლოდებოდი. ვიცი, უნდა დაგლოდებოდი. რას ვიფიქრებდი, ასეთი ამბავი თუ დამხდებოდა? მაგას ალბათ ვერ ვიფიქრებდი. აპატია უნდა წავიდე. ისალაგებელი ეხავრობა. არ თარიღ. ბეჭედზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა არც მოკულის და არც ნატამ ხეიძის სისხლის ჯგუფს. ესე იგი დიდი შანსია მკვლელს ეკუთვნოდეს. კი. ნამგალაძის სისხლის ნიმუშს უნდა შევადაროთ. აუცილებლად. მაგაგის ადარი. არ ვიცი. მან ბოლო დროს არ ამბობს ადმეტის. რაღაც უჩათხრობილი გახდა. რა იყო? ნინო ნატრიაშვილი.
მოიცა ეგ ვიღაა. ბიბი. ვის გამოც შურს იძიებენ? ატრიაშვილი. კურიერი არ არის? გონი გუშველა. ჩამოდი მოიხსენე, პოლიცია. ხელი მაჩვენეთ. დღეს საღამოს 9-დან 11 საათამდე სად იყავით? მეგობართან თუ საჭირო გახდა ის ამას დაადასტურებს. მე შუბზეგნაიარები საიდან გაქვს? მოტოციკლეტიდან გადმოვარდი. შენი ხელთათმანები რატოა შუაზე გახეული? კაცო. რომელი ჯგუფის სისხლი გაქვს? არ ვიცი, არ მახსოვს. მაგას ჩვენ გავარკვევთ. დაკავს. კი. ყავდა. მაგრამ მომიკვდა. როგორ? ავარიაში. როდის? 15 წლის წინ. შენს მეც სახელი ქონდა? დუმილი ნიშნავს რომ რაღაცას მალავ. გირჩევი თანამშრომლო ჩვენთან. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მალავს ამას. მე გავიცი, მაგრამ დისციპლინს რომ თამრეკანისტის ეს კარგაჩას. ბიჭო, თუ შურის ძიებაა, გაურკვეველია რისთვის იძიებენ შურს. გოგო ავტოავარიაში დაღუპულა. იქნებინ ავარიაში ნამგალაძე ან ხავაზი იყო გარეული. ამ შეიძლება. შენა და თაპაგარის დებიუტი როგორ მოგეწონა? პირველი დაკითხვისთვის არ იყო ცუდი. რა უფლებით დააკავეთ ჩემი კლიენტი? ვინ დავაკავეთ? მითხარით რა უფლებით? ვინ დავაკავეთ? ჩემი კლიენტი თორნიკე ნამგალაძე. რა ბრალი წაუყენეთ მითხარით ერთი. თუ შეიძლება დაწუნარდეთ, ჩვენ არავინ დაგვიკავებია. როგორ თუ არ დაგიკავებიათ, დილიდან ვურეკავთ, თოკო ჩემს არც ყოველთვის პასუხობს და ყურლილს არ იღებს. დავშვიდით. არც სახლშია და არც სამსახურში. დაწყნარდით, თქვენს კლიენტს აუცილებლად ვიპოვნით. დავშვიდით. დააკავეთ და მალავთ, ხო? საბა, ჭირდები. საინტერესო რაღაცებისთვის მიგიგნიათ. თუ კი რამე ინფორმაცია იყო, ყველაფერი წამოვიღეთ. ინო ნატრიაშვილი მართლა ავტოავარიაში დაღუპულა 15 წლის წინ. და მისი მკვლელობისთვის ვინმე ირაკლი თოფჭიშვილი იხდის სასჯელს. მაგ თოფჭიშვილის ახლობლები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საქმის პროკურორი ვინ იყო? ომარ ნამგალაძე. აი, მაგიტომაც არ დაიწყო ხელახალი გამოძიება. ეგ ომარი თოკო ნამგალაძის ალალი ბიძაა. ბიძა. ოღონდ რაღაცები ადრე ხშირად ხდებოდა. ტიპიურია იმ დროისთვის. რაღაც მოტივის უნიმსებს. ესეც ესე. არის კონტაქტი. კი.
მოვედი. როგორ ხარ? ესე რა. რაღაც ვერ ხარ. პროფესია მაქვს ასეთი, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ ექნები. მაგრამ მაინც რაღაც განსაკუთრებული ხარ დღეს. ძნელია ყოველდღე უყურო ადამიანებს მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში. მითხარი რის თქმაც გინდა. ყველაფერი დამთავრდა. რაზე ამბობ? კვლავ მალე დავიჯერთ. იცი როგორ მინდა მჯეროდეს რომ დამნაშავე არა. როგორ ჩანს არ უნდა მქონდეს არც მე ოპტიმიზმის საბაბი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხარ დალამაზეთ. მე ვიცი ამ დანაშაულში რა წვლილიც მიგიწვის. პირობას გაძლევ. ზუსტად იმ სიმძიმის სასჯელს მიიღებ, რასაც იმსახურება. არც მეც არც ნაკლებს. ნოშრევან ხაბაზის მკვლელობა როგორ მოხდა? ერთხელ ხომ უკვე მკითხეთ. კიდევ ერთხელ გეკითხები. თვალები მქონდა ახვეული და არაფერი დამინახავს. მარტო ხმაური მესმოდა. ნინო ნატრიაშვილს და იკა თოფჩიშვილს თუ იცნობ? კი. საიდან? ნინო ჩემ ბავშვობის მეგობარი იყო. იკა მისი კლასელი და შეყვარებული. ამას რატომ ეკითხებით? შენი მობილურიდან გამავალი და შემომავალი შეტყობინებები შევისწავლეთ. მე ის რომ ხაბაზმა კი არ დაგიბარა საქმეზე. შენ შეიტყუე საკონდით დროში. იკა თოფჩიშვილი როდის ნახე ბოლოს? ხმას თუ არ გამცემ ვერაფერზე შევთანხმდებით. მომიყევი ნინო ნადრიაშვილი როგორ გარდაიცვალა. მოკლეს. ირაკლი თოფჩიშვილი. ასე ქვია იმ ადამიანს, რომელიც ნინო ნატრიაშვილის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. სულ ერთი თვეა, რაც 15 წლიანი სასჯელი მოიხადა. ვინცა კაცს საკუთარი შეყვარებულის მკვლელობა შეტენეს, ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფაბრიკაცია. მკვლელს ხელი დააფარეს და უდანაშაულო კაცი გაწერეს. ჯერ დაზუსტებით მარტო ეს ვიცით. ნატომ ხეიძეც არაფერს ამბობს. თითქოს რაღაცას ელოდება. შურისძიებისთვის რეალური მოტივია. ზეთი რო უკეთეს ვერც იმეტრებ. პაატა ნატრიაშვილის სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა მკვლელის სისხლის ნიმუშს. ესე იგი ის მინიმუმ 2 მკვლელობაში უდანაშაულოა. ერთადერთი ბომბის აფეთქებაში შეიძლება დარჩეს ბრალდებული. საინტერესოა ის კოშკაძე რატო არ მოკლეს? ნუ ეგ მარტო მკვლელმა იცის. ალბათ ყველას ის განაჩენი გამოუტანა, რასაც თავისი აზრით იმსახურებდა. შეიძლება მასაც იყოს. დიახ, ვისმენთ. რა?
ნინო კლასელები ვიყავით. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ერთმანეთად ერთი დღე აღარ შეგვეძლო. სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინებას ვაპირებდით. ბოლო კლასში ვიყავით, როცა თორნიკე ნამგალაძემ ნინოს თვალი დაადგა. ნამგალაძეს იცნობდით? არა. ის ჩემზე 5 წლით უფროსი იყო. მარტო ის ვიცოდი, რომ პოპულარული და თავზე ხელაღებული ბიჭი იყო. და ნინოს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ნამგალაძეს მოწონდა? მიუხედავად იმისა, რომ ნამგალაძე შეძლებული ოჯახიდან იყო, იმასთან არაფერი არ მოაკლდებოდა ნინოს ერთი წუთი არ უფიქრია ჩვენი დაშორება. მაგრამ ნამგალაძე არ ასვენებდა. ყველგან იძახოდა, რომ ცოლად უნდა მოეყვანა. როგორ თქვენი არსებობის შესახებ არ იცოდა? არა. ნინომ დაუმალა. ეშინოდა, რომ ჩემთვის ცუდი არაფერი გაეკეთებინა. არ ვიცი საიდან, მაგრამ ნამგალაძემ მაინც გაიგო. გამწარებულმა ნინოს ძებნა დაიწყო. ერთსად ვერ იპოვა. სამაგიეროდ კოშკაზემ და ხაბაზმა მიაგნეს. მოიტაცეს და ნამგალაძეს მიუყვანეს. ნამგალაძემ ნინო ცოლებაზე ვერ დაიყოლია. გაცოფებულმა სასტიკაცემ სიკვდილის პირას მიიყვანა. ბიჭო, მგონი იბრიდება, ვიდი ბიჭო, პროგრამისაშეს დაურეკე. ბიჭო, მიდი ომარას დაურეკე, თო? ნამგალაძის ბიზამ საქმე მოაგვარა. საკუთარი შეყვარებულის გველობა შემომტენეს და ციხეს ჩამსვეს. იქ შესვლის დღიდან სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი შურისძიების გარდა. გარეთ რომ გამოვედი, მაშინ საქმე შეუდექი. მამაში დახმარება ნინოს ძმამ და მისმა ახლობელმა მეგობარმა გაგიწიათ? არა. არც ნატა და არც პაატა არაფერ შუაში არიან. ყველაფერი მარტომ მოვიფიქრე და მარტომ გავაკეთე. პაატა ბრმა იარაღად გამოვიყენე. ბომბი თუ მიქონდა არც იცოდა. ხელმომბა რამე ჩაუდე. ხელსაფარებს. ნატამას და პაატამას ყველაფერი იცოდნენ. რა თქმა უნდა. საჯელი არ ასდება. სამივე მკვლელობას საკუთარ თავზე ვიღებ. და კოშკაძე რატომ დაინდეთ? კოშკაძემ თავისი უკვე მოიხადა. წლებია გარეთ აღარ გამოდის. ერთხასავით სოროში ცხოვრობს. ვერც ეღირსება გამოსვლას. მაგის ბინაში როგორ შეხვედით? ციხეში ბევრი რამე ვისწავლე. მათ შორის კარის გაღებაც. რატომ ჩაუბარდით? 15 წელი იმაზრით ვიცხოვრე, რომ შური მეზეა. სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ქონდა. მაგრამ როცა გავიგე შემთხვევით სხვა ადამიანი მოგალე, მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩაგვარდებოდით. მე კარგად ვიცი, უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი რას ნიშნავს. თები რატომ? შვიდი კლასში ვიყავი. თამაში ჭვავის ხანაში წავიკითხე. ფიბი მაშინა ნინოს მეომსგავსა. მე კარგად მესმის რა ძნელია, როცა ადამიანს უსამართლობა აღრჯობს. მაგრამ დამნაშავე კანონით უნდა დაისაჯოს. სათქმელად ადვილია. ყველაფერი გაიგო. ნიშნავს ყველაფერი შეუნდა. თომას მანი.
ემსახურები საქართველოს. პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გიორგი ტატიშვილი ჯილდოვდება ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით და ენიჭება კაპიტნის წოდება. ემსახურები საქართველოს. პოლიციის მაიორი აკაკი ჯანელიძე ჯილდოვდება ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით და ენიჭება ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. ემსახურები საქართველოს. ზოგს მისცა ნიჭი შენების, ზოგს ნიჭი ფერთა წერის, ზოგს მისცა ნიჭი მკურნალის, ზოგს ნიჭი თავდადების. ყოველდღიური გზის, გასეირნება მზის, დარდს ვერ გაფანთავს დრო, ჩვენი ცხოვრებაც ქრის. რასაც დათესავ დღეს იმას მოიმკი ხوار შამი ხრუბელიცა ადამიანი გზა როგორც გასროლილ თავს ვერ შეაჩერებ დროს მზერა მისცა უსაზღვრო მიწას სიცოცხლე ღირსა მზეს მისცა ნიჭი ნათების ადამიანს დრო წმენის როგორც გასროლილ თავს